საქართველოში იწყება უკვე სამხედრო სწავლება ღირსეული პარტნიორი 2018 ტექნიკას, რომელსაც თქვენ ახლა კადრში ხედავთ, ეს არის ამერიკული სამხედრო ტექნიკა, რომელიც 2 დღის წინ ჩამოიტვირთა ფოთის სპორტში და ამჟამად საგზაო მარში ხორციელდება სენაკის სამხედრო ბაზიდან ვაზირანის მიმართულებით. გაჩერება მოხდება ქალაქ გორში, ამის შემდეგ კი ეს ტექნიკა გადაადგილდება უკვე უშუალოდ ვაზიანში, სადაც 1 აგვისტოს გაიხსნება სამხედრო სწავლებები. მოგეხსენებათ, ეს არის ნატოს მრავალეროვნული სწავლებები, 13 ქვეყანა მონაწილეობს მასში, მას მიმძელი არის საქართველო. 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურეები იღებს მონაწილეობას ამ წვრთნებში. ტექნიკა არის, როგორც ხედავთ თქვენ, ეს არის სტრაიკერები, ასევე არის ტანკი აბრამსები, საჰაერო ტექნიკა, როგორც არის ბლეკჰოკები და აპაჩები და ასე შემდეგ. დაახლოებით ჯამში საუბარი არის რამდენიმე ათეულ ერთეულზე, მათ შორის მუხლუხოიან ტექნიკაზე, ქართული მხრიდან მონაწილეობას მიიღებს ქვეით და საბრძოლო მანქანები, BMP-2-ები, ასევე T-72-ები. დაახლოებით 1170 კაცი არის ევროპული სარდლობიდან ამერიკის შეერთებული შტატების, დანარჩენი ეს არის დაახლოებით 500 ადამიანი უკვე უშუალოდ პარტნიორი ქვეყნებიდან. პრინციპში ჯერჯერობით სულ ეს არის რიგით მეოთხე ღირსეული პარტნიორი, რომელიც ტარდება საქართველოში. შეგახსენებთ, რომ თავიდან ღირსეული პარტნიორი იყო ქართულ-ამერიკული წვრთნა, რომელიც უკვე შემდეგ გახდა ნატოს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება.